უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა დაიწყო. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა ფარგლებში ცხადდება კონკურსი, რომელიც გულისხმობს აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტირებულ პროგრამაზე სწავლების ფინანსურ მხარდაჭერას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც 2025-2026 წელს ჩაირიცხა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, იაპონიის, ჩინეთის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებელში პირველი კურსის პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან. პირველი ეტაპი გულისხმობს განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციულ შემოწმებასა და კომისიაზე წარდგენას, ხოლო მეორე ეტაპი განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაციის ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს Facebook გვერდზე. განცხადებების გაგზავნა შესაძლებელია 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.